საქართველოს რადიო. მაუწყებლობა 1925 წლიდან. 9 საათი და 27 წუთია თბილისის დროით ტალღაზე FM-103 პროგრამა პიკი საათი გრძელდება და სტუდიაში სტუმრებიც შემომიერთდნენ. სტუმრობენ მომღერალი დები, რუსუდან და თამარ ზვიადაურები, რომლებთანაც ვისაუბრებთ თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამოზე, რომელსაც ქვია მთისაჩუქარი ბარს და ცხადია რომ დები არა მხოლოდ გვესაუბრებიან, ცოცხალი შესრულებითაც დაგვატკბობენ ჩვენი საუბრის ბოლოსკენ უკვე დილამ შვიდობისა. დილამ შვიდობის მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა საეთერო დროის დათმობისთვის. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, ყოველთვის გვიხარია თქვენი სტუმრობა ჩვენ სტუდიაში და უნდა დავიწყოთ საუბარი აი ამ საღამოზე მთისაჩუქარი ბარს, მაგრამ სანამ ვისაუბრებდით უშუალოდ დეტალებზე თუ რა იქნება საღამოს ფარგლებში დაგეგმილი, იქამდე თქვენი ურთიერთობით უნდა დავიწყოთ თეონა ქუმსიაშვილთან და როგორც იცი თქვენ სწორედ აი ამ ღონისძიებაზე გამოჩნდით პირველად, ხო? კი, ანუ ჩვენი როგორც დების სახელი და დების ისტორიის დაწყება ესე ვიტყოდი. სწორედ ამ ღონისძიებას უკავშირდება და თეონა ქუმსიაშვილს უკავშირდება და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ყოველთვის ვიღებთ მონაწილეობას და არა მხოლოდ მონაწილეობას, ან წელს და წლებში რუსუდანი იყო აქტიურად იყო ჩართული საორგანიზაციო საკითხებში. კი ბატონო, ამასაც დაუბრუნდები. კი ბატონო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად, იმიტომ რომ თეონა ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო და არის დღესაც, იმიტომ რომ მის სახელს უკავშირდება კი დების სახელიც. ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ თეონა გამოგვიყვანა პირველად სცენაზე. და შემდგომ უკვე გავაგრძელებთ აქტიურად სიმღერა ერთად. აი, როცა თეონაზე საუბრობთ, რამდენი წელი გავიდა ხო, რაც თეონა ქუმსიაშვილი აღარ არის ჩვენს გვერდით, მაგრამ მისი სახელი რაღაცნაირად თითქოს უკდაუყოფილია უკვე და თქვენი აზრით აი რა განაპირობა ის, რომ თეონა დღემდე და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ დიდი ხანი ეცოდინება მსმენელს. კი, დიდხანს ეცოდინება, არასდროს არ დაივიწყებენ თეონას, იმიტომ რომ მისი თავისი შემოქმედებით, თავისი ადამიანობით, თავისი ეს გაცემული სიყვარულით, ურთიერთობებით ძალიან ძვირფასი ადამიანი არის ძალიან ბევრისთვის. რუსუდან. ხო, ნუ და თამარის ნათქვამს დავეთანხმები, რა თქმა უნდა და დავამატებდი, რომ აი ალბათ ვისაც თეოს სიმღერა მოსმენილი აქვს, მისი ხმა განუმეორებელია ნამდვილად. აი ხშირად ხდება ხოლმე სოციალურ ქსელებში შედარება, რომ აი როგორ უგავს ვიღაცას, თქვა თეოს ხმას და არის რა თქმა უნდა რაღაც ჩვენც ვამსგავსებთ ხოლმე რაღაც ნამღერს რო ვისმენთ, ჩვენც დაგვიჭერია რაღაც ელემენტები, მაგრამ აი თეოს ხმა მართლა განსაკუთრებული იყო, რაღაც ესე ობიექტურად რო შევაფასოთ და ალბათ ბევრი ადამიანი დაგვეთანხმება ამაში და ეს არის ალბათ პირველი ის რის გამოც ამდენი წელი არის ძალიან ბევრი ადამიანს უყვარს, სრულიად უცხო ადამიანები წერენ ხოლმე კომენტარებს სოციალურ ქსელებში ხვდებით და ხო ეს და ვინც იცნობდა თეოს რაღაცა უანგაროდ შეეძლო, უსაზღრო სიყვარული გაეცა და ალბათ ძალიან პატარა ასაკში ძალიან ბევრი სიკეთის გაკეთება მოასწრო და ალბათ ეს კი და მათ შორის სახეზე ახლო თქვენი სახით ხო იცით რომ ნაყოფი გამოიყო კი ხშირად ვამბობ ხოლმე აი როგორც თამომ თქვა წეგან ჩვენი ისტორია რადგან თეოს სახელს უკავშირდება სწორედ აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი სიკეთე უკავშირდება აი ამ დების ისტორია რაღაც ჩვენი გამოცდილება ჩვენი სამეგობრო წრე ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ძვირფასი ადამიანი შევიძინეთ ამ მუსიკალურ სფეროში და ვფიქრობ რომ კი ნამდვილად ძალიან ბევრი სიკეთე უკავშირდება ჩვენ შემთხვევაში აი ორგანიზატორთა რიგებში როგორ აღმოჩნდით, ესეც საინტერესოა. როგორ აღმოჩნდი და პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ღონისძიება მთისაჩუქარი ბარს, ხევსურული საღამო, რომელიც თეონა ქუმსიაშვილის სახელს ატარებს, 2007 წლიდან იღებს სათავეს და ამ ღონისძიების უცვლელი ორგანიზატორები მინდა აქედან მოვიკითხო, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ, თუმცა რაღაც დატვირთული რეჟიმის გამო არ არიან ჩვენთან, გელა დაიაური და პაატა ვარდანაშვილი, რომლებიც ეს ღონისძიება ვფიქრობ ხოლმე ყოველთვის და აღნიშნავ, რომ არის არა უბრალოდ რაღაცა კონცერტი მთის, რაღაცა უფრო მთის კულტურის, მთის ტრადიციების პოპულარიზაცია და რაღაცა ამ ადამიანებმა, გელა დაიაურმა და პაატა ვარდანაშვილმა შეძლეს, რომ რაღაც საზოგადოებისთვის საინტერესო გაეხადათ, ცნობადი გაეხადათ ეს მთის სიმღერები და რაღაც ძალიან გულწრფელი ღონისძიება არის ხოლმე, აი ვინც ესწრება ამ ღონისძიებას და ვისაც არ ქონია ამის შესაძლებლობა და 28 ივნის
მზიურში შემოუერთდება ჩვენს მთის საჩუქარს, რომელიც ბარისთვის არის. ვფიქრობ, რომ ნამდვილად ძალიან ისიამონებს და დარწმუნდება იმაში, რომ არის საკმაოდ ისეთი გულწრფელი, ლაღი, ბედნიერების ღონისძიება, რაღაცა მთის ტრადიცია. თამარი მახსენებს რაღაცას და მგონი თვითონ დაამატოს. შეგიძლიათ დაამატოთ. მზიურიც არის ტრადიციული ადგილი, სადაც უკვე ტარდება ტრადიციულად ხო ეს საღამო და რადგან ბოლო წლებია რუსუდან ბრძანდებით უკვე ორგანიზატორის და არა მხოლოდ მონაწილე ამ საღამოსი, საინტერესოა თუ არის ხოლმე რაღაც ცვლილება, ასე ვთქვათ, დრო იცვლება, მსმენელები იცვლებიან და აი ამასაც თუ ითვალისწინებთ, თუ ტრადიციულად შენარჩუნდა ის ფორმატი, როგორიც იყო თავიდანვე. მე მინდა აღნიშნო, რომ ბოლო 3 წელი არის ამ საორგანიზაციო საკითხების თანამონაწილე გავხდი და გელას და პაატას შემოთავაზებით ვარ ხოლმე ღონისძიების ერთ-ერთი წამყვანიც. გელასთან ერთად. 2007 წლიდან იმართება ეს ღონისძიება, როგორც აღვნიშნე და ბუნებრივია, ძალიან ბევრი ცვლილება არის მონაწილეებს შორის. შარშანდელთან შედარებითაც წელს ძალიან ბევრი ახალი მონაწილე ყავს. ძალიან ბევრი საინტერესო არის ხოლმე რა იცით, ღონისძიების დასრულების წუთიდან იწყება რაღაც შეტყობინებების მიღება, ზარების მიღება, რომ მომავალ წელსაც ხო იქნება ეს ღონისძიება და მომავალ წელს აუცილებლად იქნება იყო შესაძლებელი, რომ ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა და რაღაც მონაწილეებთან შეთანხმება თითქოს უკვე ღონისძიების მეორე დღიდან იწყება ხოლმე და ერთი წლის განმავლობაში ვაგროვებთ ამ მარგალიტებს და სხვათა შორის სამწუხარო არის ის, რომ საკმაოდ ვცდილობთ, რომ ყოველთვის შევამციროთ, რაღაც უსასრულოდ რომ არ გაგრძელდეს ეს ღონისძიება, თუმცა რომ იყოს ამის შესაძლებლობა, ალბათ გაგრძელდებოდა უსასრულოდ, იმდენი მსურველია ხოლმე ღონისძიებაზე მონაწილეობის და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ესეთი ნომრები შევარჩიოთ და არ დავწყვიტოთ გული არავის და ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გამოირჩევა იმითაც, რომ განსაკუთრებულია დებიუტანტი შემსრულებლებით. ამ სიტყვაზე তো ვხუმრობთ ხოლმე სცენაზეც არაერთხელ, თუმცა ნამდვილად არის ეს ღონისძიება ის, რომელიც აძლევს ძალიან ბევრ შემოქმედს, რომ პირველად გარისკოს, ესე ვთქვათ, და გამოვიდეს აუდიტორიის წინაშე და საინტერესოა ამ კუთხითაც. აი, ძალიან საინტერესოა ამ საღამოს ქვია ხევსურული საღამო, ხო? საინტერესოა მხოლოდ ხევსურეთში მცხოვრები ადამიანები მონაწილეობენ თუ ზოგადად მთაში მოღვაწე, ასე ვთქვათ, ამ სფეროში ადამიანები მონაწილეობენ ამ საღამოში, ეს არის საინტერესო და ზოგადად თუ შემდეგ კითხვას დაგისვამთ ჯერ ამაზე, ხო, რომ გავცეთ პასუხი. კი, ქვია მთის საჩუქარი ბარს, ანუ ხევსურული საღამო არის, მაგრამ რადგან არის მთის საჩუქარი ბარს, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მრავალფეროვანია, ყავს არა მხოლოდ შემსრულებლები ხევსურეთიდან, ასევე არიან თუშეთიდან, კახეთის რეგიონიდან, მესხეთიდან. ძალიან მრავალფეროვანია და ამდენად შეიძლება ითქვას, რომ ეს ღონისძიება ნამდვილად არის მთის ფესტივალივით და მთის საჩუქარი ბარს ემსახურება ზუსტად მაგას, რომ არა მხოლოდ ხევსურეთის, არამედ მთის რეგიონების კულტურა, ტრადიციები და გარდა ამისა, გარდა მუსიკალური ნომრებისა, ასევე პოეტები იქნებიან ჩვენთან ერთად, იქნებიან ხალხური რეწვის ესეთი შემოქმედი ოსტატები და საინტერესო იქნება, რომ არა მხოლოდ ხევსურეთის კულტურას გაიცნობს მოსული მსმენელი, არამედ ექნება შესაძლებლობა, რომ ის წარმომადგენლების შემოქმედებას ეზიარონ. და აქვე არის ასეთი კითხვა, როდესაც საუბრობთ მთაზე, აქ იგულისხმებიან ადამიანები, რომლებიც მთის კულტურაზე და ტრადიციებზე დაფუძნებული ანსამბლები და ასე შემდეგ ინდივიდუალური შემსრულებლები თუ უშუალოდ იქ მცხოვრები და იქ რომ საქმიანობენ იმ ადამიანებზეა საუბარი. გვაქვს ხოლმე ამის ფუფუნებაც. სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ, რომ სრულად ღონისძიება იყოს ამ ადამიანების მონაწილეობით, თუმცა ძალიან ბევრი მონაწილე ყავს რაღაც ესეთი ავთენტურ ჭრილში, რომ შეუძლიათ რომ წარმოაჩინონ მთის კულტურა და ყავს ასეთი ძვირფასი შემსრული. ყველა მონაწილე რა თქმა უნდა ძალიან ძვირფასია, მაგრამ კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხოლმე აი ესეთ ნომრებს, რომელიც რაღაცა მართლა მთის განწყობა რომ მოაქვს და ხევსურეთიდან რომ
ჩამოდიან ჩვენთან, თუშეთიდან რომ ჩამოდიან ჩვენთან, ამდენად მე როგორ ისევ საუბრობ, განსაკუთრებული სიყვარული რომ აკავშირებს ამ ღონისძიების მიმართ მეტყობა, ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ძალიან გვსიამოვნებს ეს ყველაფერი. და აი საინტერესო, როდესაც საუბრობთ ტრადიციაზე, ისტორიაზე, ამ საღამოსი და თქვენ ასევე ახსენეთ მონაწილეები, რომლებიც როგორც ბევრი მონაწილე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდ ხანს მონაწილეობს ამ საღამოში, თუ არიან ისეთი შემსრულებლები, რომლებიც არასდროს გამოკლებიან ამ საღამოს და მუდმივად არიან წარმოდგენილები. ძალიან ბევრი ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა რადგან აქ ვართ, ბარემ 2010 წლიდან ამ ღონისძიების რაღაცა უცვლელი მონაწილეები ვართ. ვიადაურებით, დიახ. კი, რაღაცა. ველოდებით ხოლმე და ასევე ჩვენთან ერთად ძალიან ბევრი მომღერალი, ძალიან ბევრი პოეტი, რომელიც წარმოადგენს მთას და ამ ღონისძიების უცვლელი მონაწილეა. აი ძალიან ბევრი ვისაუბრეთ მთაზე და ეს კითხვა უნდა დავსვა, იმიტომ რომ ზუსტად გუშინ ყავდა სტუდიაში მწერალი, ლიტერატურის მცოდნე ადამიანი, ბატონი გია არგანაშვილი, რომელმაც ასეთი რამ თქვა, რომ ჩემთვის არ არსებობს მთის და ბარის პოეტი. პოეტი არის პოეტი და ეს მგონია, რომ ასე ვთქვათ, თვითონ ადამიანებმა მივანიჭეთ ეს სტატუსებია, ხო? აი თქვენთვის რა განსხვავებაა მთისა და ბარის კულტურას შორის? ნამდვილად არსებობს ეს განსხვავება? აი ბარის მომღერალს ასე ვთქვათ, არ შეუძლია რომ შეასრულოს მთის კულტურის სიმღერა ისე რომ ვერც იგრძნოს მსმენელმა რომ ასრულებენ ძალიან კარგად, ძალიან ბევრი კარგი შემსრულებელი ყავს. ეხლა ამ ღონისძიებაზე ძალიან ბევრი მონაწილე იქნება, ვინც საოცრად ასრულებს და ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებს მსმენელი, მაგრამ აი მე ვთვლი რომ თიდან კიდე სხვა ნიავი მოაქვს. სხვა ენერგეტიკა მოაქვს, სხვა აი სხვანაირად ისმენ იმ ნიუანს, იმ მეილის არ ვიცი, აი სხვანაირი ის აქვს, მართლა სხვანაირი ნიავი აქვს იმ სიმღერას და მე სხვანაირად ვუსმენ და მსმენელმა შეაფასოს. ფერი აქვს, ხო, რაღაც განსხვავებული ფერი აქვს ის წარმომადგენელს. კი ბატონო და ბოლოს უნდა გკითხოთ, როგორც ვიცი, თქვენ მესამე დაგყავთ, რომელიც ასევე მღერის და რატომ არასდროს არ ჩანს? მესამე და ამ ღონისძიებაზე ყოველთვის არის. არ ვიცი, არ გამოვტოვება, არაკლდება. ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩვენ და საინტერესოა, რომ ყველა გადაცემაში გვეკითხებიან ამ მესამე დასთან დაკავშირებით. და იქით მივდივართ, რომ მე მგონი დრო არის. ნამდვილად არსებობს. უბრალოდ ამას უსტენ. კი ნამდვილად არსებობს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ცხადია, რომ ისე ვერ გაგიშვებთ, რომ არ გთხოვოთ, რომ შეგვისრულოთ სიმღერა ცოცხლად. აი ვიდრე სიმღერას შევასრულებთ, მე მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, სულ 2 წუთს წაგართმევთ ამასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რაღაცა მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამხელა ღონისძიების ორგანიზებაში არის თანამონაწილე. და მინდა რომ ამ ღონისძიების სპონსორები აღნიშნო აუცილებლად, რომლებიც წლებია უკვე ამ ღონისძიებას გვერდში უდგანან, ესენი არიან გელადაიაურთან ერთად პაატა ვარდანაშვილი ვახსენე წეღან და პაატაჯი ფოტოგრაფი რომ არის ყველა ძალიან კარგად იცნობს, ასევე მასტერშოპი და განივადეჯი, რომლებიც ესე ერთგულად არ არიან სხვათა შორის მთის წარმომადგენლები ყველა, მაგრამ აი სწორედ ეს იყო წეღან, რაც ვთქვით, რომ თავარია ძალიან დიდი სიყვარული ამ ღონისძიების მიმართ და მადლობა კიდევ ერთხელ ღონისძიების ორგანიზატორების სახელით ამ ადამიანებს, რომლებიც აძლევენ შესაძლებლობას ორგანიზატორებს, რომ ამ ღონისძიების ღირსეულად შეიძლება ითქვას ჩატარება მოხდეს და მთის ფოლკლორის და ტრადიციების პოპულარიზაცია დედაქალაქში. მადლობა უერთდებით, რა თქმა უნდა, მადლობას ჩვენს მსმენელები. გისმენთ, რას შეგვისრულებთ? შეგისრულებთ თეონა ქუმსიაშვილის სიმღერას, რომელიც ჩვენთვის ანიშნულოვანია და სხვათა შორის თითქმის ყოველ წელს ვცდილობთ ხოლმე რა სიმღერა ვიმღეროთ. ეს არის ერთი პირველი სიმღერა, რომელსაც ვასრულებდით ხოლმე თეოს შემოქმედებიდან და სიმბოლურია თეოს სახელობის არის ღონისძიება და რა თქმა უნდა თეოს სიმღერას შევასრულებთ. ოროგორ ამეწადა მე შენი ხილვარა უშენო და სუსხია უშენო და ღინვა ეგნა ყოლები ხოლმე დარჩება იარა იქნება რაც
სიხავ იქნება ხილვახა ეგანა გოლები ხომ დარჩება იარა იქნება სიხავ იქნება ხილვახა ჭრელ თვალებს ვადარებ თუ რამალამაზია დავითვლი რამადენ სარამაზია მე ამაგული სემეტი არც რამაბანია ეგ გამოხედა ისე ამაგია მე ამაგული სემეტი არც რამაბანია გამოხედვა გისე ამაღია ოროგორ ამეძადა მე შენი ხილვადა ფეხდა ფეხ მოგხვევი დღე იყო თუ ხანა ვეღარ სადგი ბოვე თუმცა გიზვირფასო შევძარი მათები და შევძარი ქვეყანა ვეღარ სადგი ბოვე თუმცა გიზვირფასო შევძარი მათები და შევძარი ქვეყანა ოროგორ მეწადა მე შენი იქნება ციხავ იქნება ხილვახა დების ვიადაურები ნამდვილად იყვნენ დღეს ჩვენი სტუმრები ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამ შესრულებისთვის ამ ენერგეტიკისთვის და ამ სულის ჩადებისთვის სიმღერაში კიდევ ერთხელ ვეტყვი ჩვენს მსმენელებს რომ დების ვიადაურები რუსუდან და თამარ ზვიადაურები სტუმრობდნენ სასაუბროდ თეონა გუმსიაშვილის სახელობის ხევსურლის საღამოს შესახებ რომელსაც ქვია მთის საჩუქარი ბარს და რუსუდანი გახლავთ აი ამ საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი და რა თქმა უნდა ზვიადაურები არიან მონაწილეებიც ამ საღამოსი და 28 ივნისს შედგება ეს საღამო მზიურში 5 საათზე შეგიძლიათ რომ მიბრძანდეთ და კიდევ ერთხელ დადგმეთ ამ ადამიანების შესრულებით და არა მხოლოდ მათი შესრულებით ძალიან ბევრი რამ წამოიღოთ იქიდან მთის კულტურიდან ასე ვთქვათ. რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით უკვე სხვა თემით. თუ გვისმენთ, კარგ ტალღაზე ხართ. პიკის საათი